ყველა შავი მაგი ბოლოს იაზრებს სადამოყო თავი. თავიდან იწყებს თამაშით. იქ ტაროთი თამაშობს, იქ რიტუალებით თამაშობს, იქ რუნებით თამაშობს და ეს ყველაფერი თამაში გონია. ვერ იაზრებს ამ ყველაფრის სინამდვილეს. და ყველას გონია ნახევრად ფანტაზია ეს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე რომ შავი მაგი ამ ყველა რიტუალს, ყველა ამ თითქოს და ნეიტრალურ რაღაც შავ მოქმედებებს და რიტუალებს, იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი ნეიტრალური გონია, ეს ყველა შავი მაგიის თუ არაშავი მაგიის ბრჭყალებში მოქმედება იწვევს მაგის ნელ-ნელა დაბინძურებას და მისი ცნობიერის გადაწერას მუქის ცნობიერით. მისი თითეული ნაბიჯი წვეთი ჭიქაში ჩაწვეთებული რიტუალი, მოქმედება და ასე შემდეგ წარმოადგენს მისი ცნობიერის ისე გადაპროგრამირებას და შეცვლას, რომ თავადაც ვერ იაზრებს, როგორ შეიცვალა ის. შავი მაგისთვის ამ რეალობის წარმოჩინება გახსნა ხდება ერთ დღეში მყისიერად წამიერად. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ადამიანი რიტუალებს აკეთებს და სანამ ამ ყველა თითქოს და ბრჭყალებში ნეიტრალურ მოქმედებებს აკეთებს მაგიაში, მთელი ამ ხნის განმავლობაში მუქი არ ჩანს და არ ვლინდება, არ ივლენს საკუთარ თავს და არ აქტიურობს. მუქი ჩასაფრებულია და ელოდება ადამიანი როდის შეტყავს ღრმად შავ მაგიაში და ჩასაფრებულია, რომ შემდგომ გამოაჩინოს თავი. დასაწყისისთვის თავს იმიტომ არ ავლენს, რომ იცის თუ თავს გამოავლენს, ადამიანი აღარ გააგრძელებს შავ მაგიას, რადგან ადამიანი დაინახავს სიმართლეს, თუ რა შეიძლება ელოდოს მას წინ. ამიტომ მუქი ჩასაფრებული არის და ელოდება, როდესაც ადამიანი ღრმად შეტყავს ამ ყველა რიტუალებში. როდესაც უკვე შავი მაგის მდგომარეობა რიტუალებით და ყველა ამ მოქმედებებით კრიტიკულ მასას როდესაც აღწევს, რუბიკონი როდესაც გადაილახება, როდესაც მუქი ჩათვლის, რომ ის უკან ვეღარ გადმოლახავს რუბიკონს, აი მაგ უკვე სახეს იჩენს მუქი და აჩვენებს თავის თავს. როდესაც უკვე მუქი ხედავს, რომ ადამიანს გაუჭირდება უკან რუბიკონის გადმოლახვა, ნათელი მხარეს, დემონი თუ სხვა არსი იჩენს უკვე საკუთარ თავს და პირდაპირ ვიზუალურად, ხმით, ენახება. აღარ მიდის მის ცხოვრებიდან. კომუნიკაციაში პირდაპირ უცებ ყველაფერი იღებს რეალურ სახეს. გამოჩნდება დაინახება. გამარჯობა, მე აქ ვარ. ვაი მე, ვინ ხარ? მე ვარ, მე ვიყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩემთან თამაშობდი. შავი მაგი ფიქრობს, არა, ჯერა მელანდება, ხშირი არის შემთხვევა, რომ თავში ლაპარაკობს შავი მაგი. მე სხვა შავმა მაგებმა ესე მითხრეს, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მე ვმართავ ამ ყველაფერს. და იქიდან პასუხობს. შენ რა გითხრეს და რეალობა რა არის? ეს ორი სხვადასხვა რაღაც არის, ჩემო ჩიტო. ახალბედა შავი მაგი პასუხობს. არა, მე არ მჯერა შენი, მე ვიცი და მე ესე მითხრეს სხვა შავმა მაგებმა, რომ მე მაქვს გადაწყვეტის უფლება და გადაწყვეტილება შემიძლია მივიღო. იქიდან პასუხობს. მაგასაც ნახავ, რისი გჯერავს და რისიც არ გჯერავს. და ამის შემდეგ მიდის ტერორი. დემონი იქნება თუ ის, ვისთანაც კონტრაქტი დადო. მიდის ტერორი და ტერორი, სიზმრებში, ხედვებში, ყველგან ტერორი და ტერორი. და თუ ტერორს არ ჯერდება, მე უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ეწყება და უკვე ხდება ახალბედა შავი მაგი, რომ ხაფანგშია და წამში ხდება იმის გააზრება და რწმენის გამყარება, გაშრობა, რომ მისი ნება სადღაც გაქრა. მისი ნება სადღაც გაქრა და ვეღარ პოულობს. სადღაც გადნა. ამ უკიდეგანო სიბნელესა და ტერორში. ტერორის დროს, როდესაც ახალბედა შავი მაგი ბრძოლაშია, მაინც ცდილობს, რომ იყოს შავი მაგი, მაგრამ თან ცდილობს, რომ ნება შეინარჩუნოს. ვერ პოულობს ნებას, მაგრამ მაინც იმეორებს შიგნით, არა, მე თავისუფლება მაქვს, მე ნება მაქვს. და იქიდან ირონიული ხმით პასუხობს. აქ შენი თავი და შენი ნება გვეკუთვნის ჩვენ. შესაბამისად, დღეიდან იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი, როცა გეტყვი, იმას იგრძნობ, რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი და ჩვენი სიტყვა იქნება შენი სიტყვა. გასაგებია შენთვის? არ მიპასუხო. ეს კითხვა არ არის. ესეთი წინააღმდეგობები მუქის გამოჩენის დროს მაშინ ხდება ადამიანში, როდესაც ადამიანი იაზრებს, რომ არ თამაშობს და როდესაც ადამიანს იმდენი ძალები აქვს საწყისშივე ნიჭი, რომ კრიტიკული აზროვნება არ ეთიშება, მაგრამ უმეტესობას კრიტიკული აზროვნება პირველივე რიტუალზე ეთიშება და ისინი არაცნობიერად გადადიან მუქის ცნობიერში. უпростоრედ მათი ცნობიერი იცვლება და ნაცვლდება მუქის ცნობიერით ნენელა წვეთად ისე, რომ თავად შავი მაგი ვერც იაზრებს ვერაფერს.
შავი მაგი აქ უბრალოდ თავის ძალებს, ნებას და სხვა დანარჩენს კი არ კარგავს. საკუთარ პიროვნებას კარგავს. ისე რომ ვერ ხვდება ამ ყველაფერს. შავ მაგს გონია რომ მე ის ვარ, ვინც ვიყავი, ის დედა, ჩემი მიყვარს ის მამა, ის არის, მაგრამ ის მეხსიერება და ის არის, მაგრამ მისი საწყისი კოდები გადაწერილია უკვე. რაც შეეხება რიტუალებს და დაბინძურების მექანიზმებს. ყველაზე დიდი დაბინძურება შავ მაგთან, რიტუალებთან ერთად მოდის ასტრალში მოგზაურობის შედეგად. იგივე სიზმარხილოების დაპრაქტიკების შედეგად. როდესაც გამოუცდელია, როდესაც წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს, სადადის, როგორ აკეთებს, ამ პროცესებში ხდება ყველაზე დიდი დაბინძურება, რადგან ასტრალში პირდაპირ კონტაქტზე გადის მუქებთან. პირდაპირ, რადგან მუქები იქ ცხოვრობენ და იქ არის მათი ძირითადი სანადირო ბუნაგი. მოდი ესე გეტყვით. ასტრალში ვინც დადის გაცნობიერებულად, იქიდან ინფორმაციები ვისაც მოაქვს, მათი ცნობიერი უკვე ისე იცვლება, რომ თავადაც ვერ ხვდებიან სად ცურავენ, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, რა უნდათ. მათი შული აქვთ ენერგიების ნაკლებობასაც განიცდიან, იმიტომ რომ ასტრალში რო დადის, იქ ენერგიებს აცლიან. ენერგიულადაც ბინძურდებიან, როგორც რადიოაქტიურ ნივთიერებებში შეხვიდეთ, ხან რაღაც არსები გამოყვებიან. წარმოიდგინეთ, ამ პაიტალა შავ მაგს, რომელიც ძალიან პაიტალა, სულ რაღაც 20, 30, 40 წლისალი პაიტალა ხვდებით და იქ არსებები ვინც არიან? ისინი არიან 100, 200, 1000, 2000 წლის არსები. და ეს პაიტალა რო შედის იქ და თავი ვიღაცა გონია. წარმოიდგინეთ, ეხლა 2000 წელი რო გამოცდილება აქვს, როგორ მოატყუოს და როგორ შეიყვანოს შეცდომაში და როგორ მოუგვაროს. და ამ პაიტალა ეგოში მყოფ შავ მაგს გონია ასტრალიდან ვიღაცას მოატყუებს და რაღაცას იზამს. ხვდებით როგორ აბსურდია ყველაფერთან ერთად ესეთი შავი მაგი? ან ადამიანი ვინც ასტრალში გადის და ცდილობს იქიდან ინფორმაცია ამოიღოს? წარმოუდგენელია რომ შეხედოთ ამ სიტუაციას გააზრებით, გაგეცინებათ. ამიტომ ასტრალიდან ხდება ასეთი ადამიანების დაბინძურება განსაკუთრებით. რაც შეეხება შავი მაგობის თითქოს და სვეწკურ მდგომარეობას, რაც ფილმებშია, რასაც ეს ყველა შავი მაგები ღიად საუბრობენ და ვითომ მაგრები ვართ, ვითომ ლამაზები ვართ, ვითომ კარგად ვართ, ყველაფერი კარგად არის. განვიხილოთ ეს საკითხი. ირგვლივ იმდენად პოპულარიზირებულია შავი მაგობა და რაღაც სვეწკობა და რაღაც, რომ ადამიანებს ავიწყდებათ რეალური შედეგი და რეალური ფაქტი რაც ხდება. ერთი მეუბნება, ესაო, არ ვიციო, რას და რას შორის გავაკეთო არჩევანიო, შავ მაგიას შორის თუ თეთრ შორისო. წარმოიდგინეთ ადამიანი რა დონეზე არის, ათიშულ სისტემამ რა დონეზე გათიშა მასიურად ადამიანები, რომ კითხვას სვამს, რომელი ჯობიაო. ვისაც უკვე ამ ყველაფერში თავი გაყოფილი აქვთ, შავ მაგიაში, მათ იციან, რომ ეს არის ძალიან ცუდი. მათ იციან, სადაც გაყვეს თავი. მაგრამ ვისაც ჯერ თავი გაყოფილი არ აქვს ამ ყველაფერში, მათ გონიათ, რომ ვინც თავი გაყო, გონიათ, რომ ისინი მაგარ მდგომარეობაში არიან და ვისაც თავი გაყოფილი აქვს, ისინი ნატრობენ იმ ადამიანების მდგომარეობაზე, ვისაც თავი გაყოფილი არ აქვთ. მე ხლა აქ საუბარი მაქვს გაცნობიერებულ პროფესიონალ შავ მაგზე, თორე გაუცნობიერებელ დაბალი კატეგორიის შავ მაგზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ სად გაყო თავი და კიდე თამაში გონია თავი. ისინი ვერ ხვდებიან და ისინი ხა გაიფიქრებენ, რომ ეს რა სისულელია, მე მაგრად გზნობ თავს, მაგრამ მე ვამბობ პროფესიონალები ვინც არიან, ვინც იცის ნამდვილად რა ხდება. ისინი დიდი სიამოვნებით დათმობდნენ ადგილს ნებისმიერი თქვენგანის მიმართ. ხო და როდესაც ვისმენ, რომ არ ვიცი რომელ შორის გავაკეთო არჩევანი, ასეთი ადამიანის ნათქვამი არის ცხოვრებისეული შავი იუმორი, რომელსაც ის ადამიანი ვერ იაზრებს, რას ამბობს საერთოდ, რასა და რას შორის გავაკეთო არჩევანიო. იცით რას გავს ეს სიტუაცია? აი არ ვიცი, საგლეჯი ხორცი ვიყო თუ ღვთიური არსი, რომელსაც უდიდესი პოტენციალია. სული ესეთ რამეს რო ისმენს იმ ადამიანში, დარწმუნებული ვარ სიმწრის ტირილით ტირის შიგნით, რომ ესე დაეცა ის ადამიანი, რომ ვერ გააგებინა თავისი სათქმელი, ვერ მიიტანა იმ განსხეულებულ ადამიანამდე. და როდესაც ადამიანი ამბობს, არ ვიცი, რომელი გზა ვირჩიო, ის უბრალოდ ვერ ხვდება რას როშავს, მოდი ესე ვიტყვი. ამიტომ ეს ადამიანი, რომელიც ეს იაჟღერებს, არ ვიცი, რასა და რას შორის გავაკეთო არჩევანი, ესეთი ადამიანი უბრალოდ ტოტალური პროპაგანდის ცრუს მსხვერპლია. ამიტომ სანამ მსგავს გაუცნობიერებელ არჩევანს გააკეთებთ, თითქოს და ცნობიერში ხართ.
კარგად დაფიქრდით. სხვა შავ მაგს კი არ კითხოთ. სხვა შავი მაგი თქვენ არ გეტყვით იმას, რასაც მე გეუბნებით. მის უფლებამოსილებაში ეს არ შედის. არაპატიებენ ამას. ის რომ გითხრათ, რასაც მე გეუბნებით. თქვენ თავს კითხეთ და ჯერ გაცნობიერდით. ცნობიერში და მერე მიხვდით, რასა და რას შორის ვამთ კითხვას. ეხლა განვიხილოთ ისეთი შვაში მყოფი შავი მაგები, რომლებიც რიტუალებში არიან, თითქოს ნეიტრალურში, თითქოს რუნებით კურნავენ, თითქოს რაღაცებით კურნავენ და თითქოს ამბობენ, რომ იცი რა, მე ისეთი ძლიერი ვარ, რომ შვაში ვცურავ, ბოროტსა და კეთილს შორის დავცურავ, ისეთი მაგარი ვარ. საწყისში იწყება შავიც კარგია, თეთრიც კარგია, არ არსებობს დუალიზმი, არსებობს ნეიტრალი. და მე ამ ნეიტრალის ცენტრში ვდგავარ. ხვდებით? ამ ცრუს ცნობიერში იმყოფება. ხო და მაგ დროს შავი მაგი არ სვამს კითხვას. ნეიტრალში ყოფნა გასაგებია, მაგრამ მუქის მიგდება ცადე, რომ დაანებო თავი, რომ გაიმიჯნო, როცა იძახი, რომ ნეიტრალში ხარ. ერთ მხარეს ყოფნა ცადე, მეორე შვის ნაწილი, შავი, გაძლევს იმის უფლებას, იყო იქ, სადაც გინდა რომ იყო, მოგცემს მაგის უფლებას. თუ ამბობ, რომ აბსოლუტური თავისუფლება გაქვს და ნეიტრალში ხარ, აი თქვათ და გადაწყვიტე ერთი წელი ერთ მხარეს იყო. შეძლებ? ნათელ მხარეს რომ იყო, შეძლებ? მუქი მოგცემს ამის უფლებას? რატომ ქვია სიტყვას თავისუფლება და რატომ არის კავშირში უფალთან? იმიტომ რომ უფალთან, როდესაც ადამიანი არის, იქ მას შეუძლია ნებისმიერ დროს ჩავიდეს ქვემოთ, ნებისმიერ დროს დაეცეს ვიბრაციულად, მარტივად. შეუძლია ნებისმიერ დროს აქციოს ზურგი უფალს და არავინ პასუხს არ მოსთხოვს. არავინ არავის არ ეტყვის რატო ქენი ეს. უფალიც კი არ ეტყვის რატო ქენი ეს. ამიტომ არის თავისუფლება უფალთან. თავისუფალი, უფალი. ხო და ასეთ დროს ადამიანს ავიწყდება ერთი ჭეშმარიტება, რომ იქ რომ იყო სადაც გინდა, უნდა იყო ზემოთ ჯერ, მაღალ ვიბრაციაში და მხოლოდ შემქმნელთან გეძლევა სრული თავისუფლება, რომ იქ იყო სადაც გინდა, ბალანსში. და შენ ვერანაირად ვერ იქნები ბალანსში, თუ შავთანაც ხარ და თითქოს დაბრჭყალებში თეთრთან. შენ შავთან რო ხარ, ნახევარი წართმეული გაკნება ავტომატურად. სად შვაში ხარ, შვაში კი არა, იქ ხარ. და შენაერმა ადამიანმა კი არ უნდა თქვას, რომ მე რაც მინდა ის ვარ. მაგას ამბობს მაღალი ადამიანი სულიერად, იმიტომ რომ მას აქვს სრული თავისუფლება. მარტივად შენს ენაზე გეტყვი. ასტრალში რო დადიხარ, გამიზნულად და გააზრებულად. ზემოთ ადიხარ თავისუფლად? ვერა, ხო? ქვემოთ ჩადიხარ თავისუფლად? კი, ხო? ხო იცი რომ ზემოდან ნებისმიერი ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ ქვემოდან ვერ ადის ზემოთ. რატომ? იმიტომ რომ ვინც ზემოთ არის, მას სრული თავისუფლება აქვს ჩავიდეს ქვემოთ. ანუ ის არის ბალანსში და არა შენ. მარტივად რომ თქვა, თითქოს და ბრჭყალებში ნეიტრალში რომ ხარ და მუქში ხარ და თეთრში ხარ და რაც გინდა რომ ხარ თითქოს და ბრჭყალებში. ის მეორე ნაწილი შავი შენ არასდროს არ მოგცემს უფლებას დატოვო მისი ნაწილი. ხოლო შემქმნელი ყოველთვის გაძლევს უფლებას მოიქცე ისე როგორც შენ გინდა. იმიტომ რომ ეს უფლება შენ თვითონ გამოიმუშავე, რომ იქ ყოფილიყავ მაღალ ვიბრაციაში. და აქ დაბალ ვიბრაციაში შენ ეს არ გამოგიმუშავებია, შენ ეს გაყიდე. ამიტომ გამოდი ცრუ თავისუფლებიდან, გამოდი ცრუ გააზრებიდან, თითქოს და ცნობიერში ხარ. და მიიღე ჭეშმარიტი და ის მაინც გეცოდინება ვინ ხარ და რა გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, როდესაც ესეთი განსხეულებული მუქი აჟღერებს, რომ მე ნეიტრალში ვარ და არც იქეთ ვარ და არც აქეთ ვარ, ის არის ცრუს ცნობიერში უბრალოდ. რადგან ის ვერ იაზრებს, ან მშვენივრად იაზრებს, უბრალოდ წამლავს ირგვლივ ადამიანებს, რომ ის თავისუფლებაში კი არ არის. ცრუს ცნობიერში იმყოფება. იმიტომ რომ ეს ცნობიერი მისთვის კომფორტულია, მოდი ესე ვთქვათ, რადგან რომ მიხვდეს რაში აქვს თავი გაყოფილი უკვე, რომ აღიაროს ბოლომდე. ღამე აღარ დაეძინება. თან აქ ადამიანური ფაქტორიც მოქმედებს. მაინც უნდა რომ ნორმალური გამოჩნდეს. ნორმალურად რო აღიქვა საკუთარი თავი. ამ სამყაროში ნეიტრალური მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. მთელი სამყარო, გალაქტიკა და ყველაფერი მოძრაობაშია. შესაბამისად, შენ ან მოძრაობ შუქის მიმართულებით, ან გეწევა ბნელი. ნეიტრალი არ არსებობს. ყველაზე საკრალური მწუხარება ის არის, რომ ყველა შავი მაგი აპრიორში არის სულიერად ნიჭით დაჯილდოებული. და ისინიც ჩვენნაირად დაჯილდოებული არიან ნიჭით, რომელი ნიჭის უნდა გამოეყენებიათ ღვთის სახელით, მაგრამ მათი შეცდენა მოხდა. ვისაც ძალები აქვს, მუქები ცდილობენ მათ გადაბირებას და იბირებენ და ყველა შავი მაგი გადაბირებული მაღალი ენერგიის სულია. უბრალოდ როგორც კი გადაიბირეს, მაშინვე კარგავს ყველა თავის ენერგიას და მისი ენერგია აღარ არის მისი და ის უბრალოდ გამტარიხდება. კარგავს საკუთარ იდენტობას, საკუთარ ენერგიას, საკუთარ ყველაფერს. ისინიც ჩვენი
სისხლძილი ძმები არიან და დები. უბრალოდ მათ დაკარგეს მდგომარეობა. მე არ ვამბობ, რომ მათ უნდა იმეგობროთ და არანაირად არ უნდა იმეგობროთ, უნდა დისტანცირდეთ. უბრალოდ გადაიბირეს და შეცდომაში შეიყვანეს. ყველა შავი მაგი არის მოტყუებული. შემდეგ იაზრებს ამას. კაი მოტყუდა, მაგრამ რატო აკეთებენ ესეთ ცუდ რაღაცებს, რატო იქცევიან ესე? იმიტომ იქცევიან, რომ ესე რო არ გააკეთონ, იმდენად დიდი ტერორის ქვეშ არიან სინამდვილეში და იმდენად დიდი ზემოქმედების ქვეშ არიან, როგორც ნარკოტიკით გათიშო ადამიანი და რაღაცეები აკეთებინო. ოღონდ ამათ გონიათ ცნობიერში არიან. ცნობიერში არის ის დემონი, რომელმაც უკვე სადავეები აიღო ხელში და ადამიანს აკეთებინებს რაღაცეებს შავმაგიაში და ასე შემდეგ და გონია ამ ადამიანს, რომ უკვე თვითონ აკეთებს ამას. ნენელა ხდება გადაპროგრამირება ისე, რომ ვეღარ იაზრებს ცნობიერად და თავისი მოქმედება გონია, რომ თვითონ არის ის და გონია, რომ რაიმე ძალაუფლება გააჩნია. და როდესაც გაგიჩნდებათ შინაგანად სურვილი, რომ განსაჯოთ და რა ცუდია და ამას იმსახურებენ და იმას იმსახურებენ, არ განსაჯოთ. არც გიყვარდეთ და არც არანაირ ემოციურ კონტაქტში არ შეხვიდეთ. უბრალოდ გაიაზრეთ ფაქტი, რომ ისინი დიდი მუქის ზემოქმედების ქვეშ არიან, რადგან პირდაპირ გახსნილი კონტრაქტი აქვთ დადებული და დიდი პროცესების შედეგად ნენელა ხდებოდა მათი ინფიცირება და ამ მდგომარეობამდე მისვლა, ამ მდგომარეობაში ისინი უკვე არიან. და ის რაღაცები რო არ გააკეთონ, უკვე მათ სხვა გზა არ აქვს. კონტრაქტ დადებული შავი მაგისთვის იმდენად რთულია, ვარი უთხრას. მუქს ვერ აკეთებს ამას უკვე. რადგან ეს თქვენ საზღურავთ, რომ აი მე ესე არ მოვიქცეოდი, იმიტომ რომ თქვენი ნება თქვენია და თქვენში ღვთიური არსი რო არის, ბევრ რაღაცას ეწინააღმდეგება და მარტივია თქვენ რომ შეეწინააღმდეგოთ რაღაცეებს. მაგრამ შავი მაგისთვის ამ ყველაფერზე შეწინააღმდეგება იმდენად შეუძლებელია, რომ ვერც წარმოიდგენთ თქვენ, იმიტომ რომ მას ნება აღარ ეკუთვნის. ნება აქვს, რომ რაღაც შევიდეს მაღაზიაში შოკოლადი იყიდოს, მიირთვას, იქ ფიზიკური სიამოვნება მიიღოს. ეს მარტივი ნებები აქვს. მე ვამბობ საწყის ნებაზე. საწყისი ნება არ აქვს და თქვენ რო თქვენი ნებიდან საზღურავთ მის ნებას და ფიქრობთ, რომ ეს რატო მოიქცა, ესე რატო გააკეთა, ეს არის არასწორი შეხედულება, იმიტომ რომ თქვენი ნება ძლიერია მის ნებასთან მიმართებაში, მუქს რომ შეეწინააღმდეგოს. ამიტომ თქვენ ნება რომ არ გქონდეთ, ბრძოლაც არ გექნებოდათ. პირდაპირ გააკეთებდით ცუდს. შავმაგსაც იგივე მდგომარეობა აქვს. ნება მუქთან არ აქვს. გაყიდა. ვერც ეწინააღმდეგება და ბევრი წახნაგობრივი პროცესი მიდის. არ განსჯა გულისხმობს იმას, რომ თქვენში იღვიზებს ნამდვილი შემქმნელის არსი და თქვენი მტრის მიმართ თუ გექნებათ ყველაზე დიდი არ განსჯა, ეს თქვენში გააღვიძებს უდიდეს ძალებს. ამიტომ განსჯა ამის და რატო ქნა ისე, ცოფიანი ძაღლი რომ მოვა და ფეხზე გეცემათ, იმაზე ფიქრობთ რატო გააკეთა? ცოფი აქვს და მიტო გააკეთა. მორჩა, მიხვდით? უნდა უთანაგრძნო პირიქით, რომ ასეთ მდგომარეობაში არის და ასე შემდეგ. მაგრამ თანაგრძნობამ ყურადღება არ უნდა მოგიდუნოთ და არ უნდა ჩათვალოთ, რომ ცოფის მქონე არს თუ უთანაგრძნობ და ხელს თავზე გადაუსვებ, ხელს არ მოგაგლიჯავთ. ფანატიზმში არ უნდა გადახვიდეთ, ამის თქმა მინდა. თანაგრძნობა იმისთვის არის საჭირო, რომ ნეგატივში არ წახვიდეთ. ეს მიიღეთ ფაქტად ეს სიტუაცია და თქვენი სულის განვითარებაზე იფიქრეთ, თქვენს თავდაცვაზე იფიქრეთ, თქვენ სიძლიერეზე იფიქრეთ. ხო, ასევე ხშირად ისმის ისეთი სიტყვები, რომ სიბნელე შენი შინაგანი ძალა. აი, რანაირად უნდა იყოს სიბნელე ძალა? აი, რანაირად? აი, ესეთი ცრუ ტექსტებს გაჭმევენ, რომ თქვენ შეხვიდეთ შეცდომაში, რადგან არ ყოფნით საკმარისი გააზრება იმის თუ რას გეუბნებათ ესეთი შავი მაგი. მე როგორც წესი ესეთი ფრაზის გაჟღერების დროს რაღაც ბლა 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 საგზელებენ, იმიტომ რომ შენ რომ გითხრა სიბნელე ძალა და შენ ბლა 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 რო გაგიგზელეს, შენ თუ ამას მიიღებ, შენ მიიღე ის რომ სიბნელე ძალა ყოფილა. იქ უკვე დამარცხდი. ამიტომ კარგად გაიაზრეთ ვინ რას გეუბნებათ და როგორ. ხო, კიდე ესეთ ფრაზებს ხშირად გაიგებთ, რომ აღიარე შენი ბნელი, მაგრამ არ გახდე მისი მონა. ანუ რას ამბობს ახლა მაგით იცით? მიდი იუსტიციაშიო, აფერის გადაუფორმე შენი სახლიო, აღიარე ბნელიო, აღიარება იმას ნიშნავს, რომ თანხობას აცხადებ და არ დაგიშავებს, არ გაგიყიდის სახს, რომ აღიარე შენი ბნელი, მაგრამ არ გახდე მისი მონა. რანაირად არ უნდა გავხდეს სახლი თუ გადაუფორმე? ხვდებით, აი ესეთ ცრუ ტექსტებში ხდება თქვენი მოტყუება და ასეთ რაღაცეებში ყურადღებით უნდა იყოთ. ხო, კიდევ ესეთ ფრაზებს გაიგებთ. მუქი არ არის შენი მტერი, ის შენი ბუნების ნაწილია. რას ლაპარაკობ? არ ვიცოდი. მოყარეა, მაგის თქმა გინდა? და თურმე მასთან შეწინააღმდეგება მუქს უფრო ძლიერს ხდის და თურმე უნდა დაუწვე მუქს. და სჯობს გაიგო რას გეუბნება ბნელი და მოусმინო მას. თურმე სჯობს რომ თქვენს ბნელს მოусმინოთ და არა მეგობრებო, მე გირჩევთ რა ქნათ. დაფთარი აიღეთ და ზედმიწევნით ჩაიწერეთ თქვენი მუქები, რასაც გეუბნებათ და
და ზედ მიწევნით აასრულეთ. ვაი, ლაქნას ლა ამ პაიტელა განსხეულებულმა მოქმა ლაქნას თვითონ ასაც აკეთებს იმას მოუწოდებს ხებსაც. ხშირად კიდე არის რომ ეს შენი შავი მხარე გამოიყენე საქმეში, გამოიყენე წარმატებაში, ეს შენ საწვავად გამოიყენე. საწვავად ჯართი როგორ უნდა გამოიყენო, მაინტერესებს. ჩვენი თვიური ენერგია საწვავი და არა მუქი და შავი. ჩვენ თვითონ ვართ საწვავი ენერგია და რანაირად უნდა გახდეს მუქი ჩვენი საწვავი. მეგობრებო, მოკლედ რომ გითხრათ, თუ ვინმე გეუბნებათ რომ მუქის კონტროლი შეიძლება, ის გატყუებთ, იმიტომ რომ თვითონაც ესეთ ცრუცნობიერშია და გონია რომ მუქის კონტროლი შეუძლია. მუქის კონტროლი შეუძლებელია თუ ის მიიღეთ. რადგან ის არის შხამივით და შხამს რომ იღებთ, იქ უკვე კონტროლს კარგავთ. ამიტომ თუ ვინმე გეუბნებათ მუქი ესე გამოიყენე, შინაგანი მუქი ისე გამოიყენე, ასე გამოგადგება, ისე გამოგადგება და ცდილობს რომ მუქი მოყიდოთ, ლამაზად, ჩათვალეთ რომ თვითონ არის მუქი და ემსახურება პატრონს. ჩათვალეთ რომ თქვენ გელაპარაკებათ შავი მაგი, რომელიც სიცოცხლეს ებრძვის, როგორც ამ მატერიაში, ისე იმ მატერიაში. ოღონდ ჩათვალეთ რომ თქვენ იმ ადამიანის ნაცვლად გელაპარაკებათ იმ ტექსტებით და იმ საუბრით დემონი. ეს კარგად გაიაზრეთ. ხო, კიდე ისეთი ფრაზები რომ ჩადე შენი მუქი იქ, სადაც სხვას არ დააზარალებს. ეს იცი როგორ რაღაცაა? დადე სასეირნო ბილიკებზე ნახმები და ეხს არავინ არ დააბიჯებს, ნუ გეშინია. თქვენ რომ ერთს გაიფართხალებთ, მაღალი იერარქია 10,000 კვანს გიდებთ წინ. იმიტომ რომ უკვე სხვა დრო დადგა. ჯობია არ იფართხალოთ. ნუ მოხვდებით მაღალი ძალების მზერის ქვეშ. ასეთი გაუცნობიერებელი შავი მაგები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიც არის ბოროტების გარეშე ვერ გაიგებს სიკეთეს, ბოროტების გარეშე არ არსებობს ნათელი. ხო, ოღონდ ბოროტების გასინჯვით კი არ ხდება სიკეთის და შუქის გამომუშავება, არამედ ბოროტების დამარცხებით ხდება შუქის გამომუშავება. და არა ის რომ ბოროტებაც უნდა გასინჯო და ისიც უნდა გასინჯო. კი არ უნდა გასინჯო. ამას თუ არ გასინჯო ვერ გაიგებ ნათელს, ბოროტება კი არ უნდა გასინჯო. ბოროტება უნდა აღმოხვრა შენში დაამარცხო, რომ შენში წარმოიქმნას ნათელი და გახდე ნათელი და არა ის რომ ბოროტება გასინჯო, საჭიროა ეს უნდა გასინჯო. ესე აბინძურებენ ადამიანებს და ეუბნება რომ შენ სატანაც ხარ და ღმერთი უკაცრავად ეხა ჩამოყალიბდი რომელი ხარ ბოლოს და ბოლოს, ხო? დედამიწურ ენაზე ვიტყვი. რას ნიშნავს ისიც ხარ და ესეც ხარ? შენ სატანის და მუქის დამარცხების ხარჯზე ხარ ღმერთი მორჩა. იმის გასინჯვით კი არა. რეალურად მასეთი შავი მაგი იცით რას ამბობს? შენ შხამი უნდა დალიო და გამოჯანმრთელდები. მაგრამ ეხა აქაც შეიძლება წაითამაშო სიტყვებით და თქვას რომ იცი რა არის შხამი წვეწვეთობით უნდა მიიღო და იმუნიტეტი გაგიძლიერდება. წვეწვეთობით შხამის მიღება არის ბოროტების დამარცხება და არა ის რომ ის მიიღო. ბოროტების მიღება გულისხმობს შხამის დალევას და სიცოცხლის მოსპობას საკუთარ თავში და არა ის რომ სიცოცხლეს იუმჯობესებ. ამიტომ ესეთი ადამიანები როცა ამბობენ რომ ბოროტებაც უნდა მიიღო და მაშინ მიიღებს სიკეთეს, იგივეა თქვას რომ შხამი დალიო დიდი რაოდენობით და ეს გამოგაჯანმრთელებს. გავიცინებდი სასაცილო რო იყოს, უბრალოდ სასაცილოც აღარ არის. ამიტომ ბოროტება კი არ უნდა გასინჯოთ. ბოროტება უნდა დაამარცხოთ, რომ კეთილი გასინჯოთ. ეხლა ამ სიტყვებს რომ მოისმენს შავი მაგი, თავში გაიფიქრებს დარწმუნებული ვარ უმეტესობა რა სისულელეს ამბობს, იმიტომ რომ მათთვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობა გახდა ის რომ ბოროტება უნდა გასინჯო, ვერ წარმოიდგენენ მე რას ვსაუბრობ, იმდენად გათიშული არიან. იმათთვის ეს იგივე არის რომ თქვენ ვიღაცამ გითხრათ წყალს რო სვამ გწამლავს. ჯერ ხო ცრუშია, მერე ხო ტოტალურ მართვაშია, ისე რომ თავადაც არ იცის. თან ხიბლშია სერიოზულში და მერე რო ისმენს ესეთ ფრაზას, იმდენად მიჩვეულია ამ შხამის გასინჯვას და იმდენად შიგნით არის ეს მასში გამჯდარი რომ ვერც მიიღებს ადვილად. შეიძლება ბევრმა გადალახოს და მიიღოს და რესპექტი თქვენ ვინც ამას მიიღებს და გაიაზრებ. მაგრამ ბევრი ამას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ იმდენად ბუნებრივი არის მათთვის ეს შხამი გამხდარი რომ სხვაობას ვერ გძნობენ. მე იმდენად ღრმად რწამთ რომ ადამიანს გონია მართალს ამბობს, იმიტომ რომ თვითონაც ჯერა ამის. ასეთ შავმაგებს უყვართ კიდე ისეთი ფრაზების გამოყენება რომ დუალიზმი არ არსებობს, ამ სამყაროში ერთად არის შავიც და თეთრიც, რომ თეთრი და შავი განუყოფელი არიან. კი, ერთ ჭურჭელში იმყოფებიან, მაგრამ ერთმანეთისგან გაყოფილები არიან, როგორც წყალი და ზეთი ისე. უბრალოდ ერთ ჭურჭელში იმყოფებიან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთში შეზავებული არიან.
ცალ-ცალკე არიან ერთ ჭურჭელში. ამ მდგომარეობასაც იყენებენ, რომ ერთად არის ყველაფერი, ანუ ადამიანებს ესე ატყუებენ სიტყვებში, რომ ერთადაა ყველაფერი, ერთად არის, მაგრამ შიგნით ხო უნდა შეხვიდე ფენაში რა ხდება. წყალი და ზეთი რო ჩაასხა ჭურჭელში ერთად არიან, ერთ ჭურჭელში, მაგრამ ერთი არიან? ყველაფერი არის ძალიან მარტივი რო დაფიქრდეთ. ამიტომ ამ ორ ენერგიას შორის ადამიანია ერთადერთი, რომელიც ან თეთრში ეზავება, ან შავში ეზავება. და არა ის რომ შვაში არის გაჭედილი სადღაც და გონია რომ რასაც უნდა იმას შეეზავება. უკაცრავად შენ რო შავს ეზავები, თეთრის ენერგოსუბსტანცია შენ უკვე აღარ გიღებს. ვეღარ გიღებს თეთრის ენერგოსუბსტანცია ის კი არა რომ შვაში ხარ სადღაც გაჭედილი. შენ როგორც ადამიანს დედამიწაზე ორივეში კი არ ხარ, ორივეს არჩევანი გაქვს. ამიტომ ერთ-ერთი არჩევანის უფლება გააქვს. ანუ შენ გინდა თქვა რომ სამყაროზე მაგარი ხარ და სამყარო ვერ ეზავება თეთრი და შავი ერთმანეთს და შენ ისეთი მაგარი ხარ და ისეთ ხიბლში ხარ რომ შეიზავე ერთმანეთში და დააბალანსე. მაგარი ხარ. ყოჩახ, შემქმნელმა ვერ გააკეთა ეს და შენ გააკეთე. ძალიან მაგარი ყოფილხარ. ტაშ დაგიკრავდი რომ შემეძლოს. უბრალოდ კონსტრუქცია არ მიწყობს ხელს რომ ემოციურად ეს გავაკეთო. თქვენ ყველა შავმაგს მოგატყუეს. თქვენ გააქვთ ერთი კარები იმისთვის რომ გამოხვიდეთ მაგ ყველაფრიდან და ამ კარებზე მოგიყვებით. ეს კარები იხსნება ბოლო ჟამის დროს. სხვა პერიოდში რომ დაბადებულიყავით ეს კარები ღია არ იქნებოდა და აგიხწერთ ეს რა კარებია. მე რასაც ვსაუბრობ, ყოველთვის გამოსავალს ვთავაზობ ყველას, მათ შორის შავ მაგებსაც. ეხლა რა გამოსავალი არის ამ ყველაფრიდან? ქმნადობის დროს, როდესაც შემქმნელმა შექმნა სიცოცხლე, შემქმნელმა შესანიშნავად იცოდა რა როგორ მოხდებოდა. შემქმნელმა შესანიშნავად იცოდა დაბალი ვიბრაციის შესახებ, შესანიშნავად იცოდა სატანის შესახებ, შესანიშნავად იცოდა ყველაფერი, რაც ამ ყველაფერს მოყვებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მან შექმნა სიცოცხლე კონკრეტული გეგმით. შემქმნელი მეტაფორულად რო შევადაროთ მეღვინეს, ვიღებთ მოსავალს, ვათავსებთ ქვევრში, მეტაფორულად რო შევადაროთ ყურძნისწვენი ადამიანის სულია, ხოლო ქვევრი დედამიწა და სხეული. ყველა მეღვინემ კარგად იცის რომ მაჭარი ღვინოდ რომ ჩამოყალიბდეს, ბუნებრივად უნდა გაიაროს მან რაღაც პროცესები და ამ პროცესებს ხელს უწყობს ბაქტერიები. შემქმნელმა შესანიშნავად იცოდა რომ ბაქტერიები საჭირო იყო ღვინოსთვის. ბაქტერიები შემქმნელს კი არ შეუქმნია, არამედ ბაქტერიები ბუნებრივად არსებობდნენ. ანუ ბნელები ოდითგანვე არსებობდა, როგორც სიბნელე და შუქი ყოველთვის არსებობდნენ. როგორც მეღვინისთვის არსებობს ისედაც ბაქტერია, რომელიც მას არ შეუქმნია და რომელიც იწვევს ბუნებრივად მაჭრის დაღვინებას. იმის და დამოუკიდებლად უნდა თუ არა ეს მეღვინეს, რადგან სამყაროს აქვს თავისი მექანიკა, კვანტური მათემატიკა. და ამ მათემატიკას შემქმნელიც ვერ გადაუვა, რადგან თავად საკუთარი თავის კონსტრუქციაც კი ამ მათემატიკას ექვემდებარება. შემქმნელი კი არ ექვემდებარება რაიმეს, არამედ შემქმნელია თავად ეს ჰარმონიული სიმფონია. რომ ამბობენ რომ ლუციფერი ღმერთის შვილი იყო, ეს ყველაფერი არის ცრუ, მეგობრებო. რა წერია ბიბლიაში? ჯერ იყო ბნელი და იქნა ნათელი. ბნელი და ნათელი ყოველთვის იყო. შესაბამისად, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ფიზიკურად შეუძლებელია რომ შემქმნელმა შექმნა ბნელი. ფიზიკურად შეუძლებელია რომ შემქმნელის ქმნილება სულზე აქ საუბარი და არა სხეულზე. სული იმდენად სუფთაა რომ მისი შეცდენა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩაკეტილი სისტემაა. შემქმნელის სიყვარულის უსასრულობის ჩაკეტილი სისტემა, რომელშიც ვერაფერი ვერ შედის, თვითონ არის შუქი. მიხვდით და ის რომ შექმნა ბოროტი, ეს ბუნებრივად არსებობს. როგორც ბნელი არსებობდა საწყისში, ჯერ იყო ბნელი მერე გახდა ნათელი, როგორც ბაქტერიები არსებობს მეღვინესგან დამოუკიდებლად, ისე არსებობდა საწყისშივე ბნელებიც და ნათელიც. ამიტომ ბნელები და სატანა საერთოდ არ არის შემქმნელის შემქმნელი. პრიმიტიულად მარტივია ყველაფერი. ჯერ იყო ბნელი და გახდა ნათელი. რანაირად შექმნა შემქმნელმა ბნელი თუ ჯერ იყო ბნელი და რანაირად შეიძლება შემქმნელისნაირმა მაღალი სიყვარულის არსმა შექმნას სატანას შეცდომით. ლოგიკურად თუ ყველაფერს დავაფიქრდებით, მიხვდებით, მაგრამ მოდი ეს კონკრეტული პატარა ნაწილი თეორიის სახით მიიღეთ, რადგან ამას ვერ დაგიმტკიცებთ. თუმცა შემიძლია დავამტკიცო ბევრი რო ვილაპარაკო, აი ცალკე რო ჩავწერო ამაზე, შემიძლია დავასაბუთო ჩვეულებრივად. იმიტომ რომ მარტივად ჩანს ეს ყველაფერი. თქვენ როგორც ადამიანს გველოშაპი გაგიჩნდებათ? არა, ხო, იმიტომ რომ თქვენი დნმ-ით იბადება ადამიანი. შემქმნელის არსი როგორ შეიძლება ეხლა სატანა იყოს? თან ეხლა წარმოვიდგინეთ, ჩვენ ყველა დედამიწაზე დამიწებულები ვართ და ანგელოზი დამიწებული კი არა, აბსოლუტურად კამკამა კრისტალით სუფთა არის. იქ ვერაფერი ვერ მოერევა მას. ამ ყველაფრით იცით კიდე რის თქვა მინდა? იმის რომ შავი მაგი უნდა მიხვდეს ერთ რაღაცას, რომ
თავად როგორც ადამიანი არ წარმოადგენს მუქების რასას. ის უბრალოდ გადაპროგრამირდება, დაკარგავს თავის ყველაფერს და გარდაიქმნება მუქის ენერგია. ის კი არა რომ მუქში გადავიდეს და თავისი რაღაც არსი დარჩეს, არა. ის უბრალოდ გადაიშთანთქება სხვა მდგომარეობაში. იმიტომ რომ სხვა რასაა ის, სული სხვა რასაა. ისინი სხვა რასები არიან, რომლებიც ისედაც იყვნენ საწყისშივე. ჯერ იყო ბნელი, გახდა ნათელი, მარტივია. რეალურად ყველაფერს რო შეხედოთ, პრიმიტიულად მარტივია, უბრალოდ იმდენად დაგვიპროექტეს ბევრი ცრუ ცოდნა, რომ მარტივსაც ვეღარ ვიგებთ. კარგი, დაუბრუნდეთ თემას. ვაგრძელებ. შესაბამისად, ჩემქნელმა შესანიშნავად იცოდა ის მომენტი, რომ ადამიანი რომ შექმნა, სული რომ შექმნა, მისი განვითარებისთვის ბუნებრივად ამ მაჭრის დაღვინების პროცესს მოყვებოდა ბაქტერიების რეაქციის შესვლა მაჭართან, რაც შემდგომ გამოიწვევდა დაღვინებას. ჩვენ ეხლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და უკვე ბოლო პროცესში ვართ, ქვევრიდან ღვინის ამოღების პროცესში ვართ. ბაქტერიებს გონიათ, რომ მაჭარს ამარცხებენ და სიცოცხლეს ებრძვიან, როგორც მეღვინე მიცის, რომ სინამდვილეში ღვინო მზადდება, ისე არიციან მუქებმა, რომ ადამიანს კი ვერ გაანადგურებენ, არამედ ადამიანები უკვე დაღვინების პროცესამდე მივიდნენ. როგორც მეღვინე შესაბამის პირობებს უქმნის და უვლის ღვინოს, რომ მან გაიაროს დაღვინების პროცესი, ისე გვივლის ჩვენ შემქმნელი და ჩვენზე ზრუნავს. როგორც მეღვინე არ ერევა ხელოვნურად პირდაპირ ქიმიკატებით, რაღაც ჩარევით ღვინის დაყენების პროცესში, ისე არ ერევა უფალი ჩვენი დაღვინების პროცესში. რადგან ღვინოსგან განსხვავებით, ჩვენ ვართ უმაღლესი არსები, რომელსაც აქვს შემქმნელის ტოლი, ფასი, ნება, რადგან მისი შვილები ვართ. შესაბამისად, უფალს კონკრეტული გეგმა გააჩნია, როგორ უნდა მოხდეს მაჭრის დაღვინება, ღვინოზე მოვლა და შემდეგ ქვევრიდან ღვინოს სუფთად ამოღება. შემქმნელმა იცოდა, რომ მაჭრის კონკრეტული ნაწილები გაფუჭდებოდა, საუბარია შავ მაგებზე, ამიტომ შემქმნელმა უამრავი სიურპრიზი დაუტოვა მუქებს, რომლის შესახებაც მუქებმა არ იციან. ამიტომ მან საწყისშივე ქმნადობის დროს დააპროექტა ყველა შავი მაგისთვის, ბოლო ჟამისთვის, მასთან დასაბრუნებელი კარები დააპროექტა. ამ კარების შესახებ არავინ არ საუბრობს და დამალულია ეს ცოდნა ყველა შავი მაგისთვის გამიზნულად. მარტივად გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწაზე შუქები შემოდის და დამატებით იქიდან გამომდინარე, რომ შემქმნელმა ბოლო ჟამის დროს, ქმნადობის დროს დაგიტოვათ ყველა შავ მაგს უკან შემქმნელთან დასაბრუნებელი კარები, ეს კარები წარმოადგენს თქვენს ხსნას და რატომ გჭირდებათ ხსნა? ყველაფერს აგიხსნით. მე არ ვაპირებ ვინმე რამეში დავარწმუნო. მე უბრალოდ ფაქტებს ავღწერ. ხოლო დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, რადგან ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის ნება არის უპირველესი, თუნდაც შავი მაგი იყოს. თქვენი ნება გეკუთვნის თქვენ, სანამ დილით მზეს ხედავთ. ეხლა ალბათ იკითხავთ, ამდენი საუკუნეები, რატო არავინ არ იცოდა ამის შესახებ? იმიტომ არ იცოდა ამის შესახებ არავინ, რომ ბოლო ჟამის დროს ეს ცოდნა გაიცა სამყაროდან. იმიტომ რომ თავიდანვე რო გაცემულიყო ეს ცოდნა, თქვენ ამ ცოდნის მიმართ შესაბამის ცრუ პროგრამას შეგიქმნიდნენ საუკუნეების განმავლობაში მუქები. შემქმნელს უამრავი სიურპრიზი აქვს დატოვებული მუქებისთვის. სამყაროს მექანიზმებში მუქებს ეგონათ, რომ დრო ჰქონდათ. ასევე მასონებს ეგონათ, რომ დრო ჰქონდათ. იცოდნენ, რომ შუმანის რეზონანსი გაიზრდებოდა, იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ ის რომ შუმანის რეზონანსი ესეთი რეზონანსით და სისწრაფით გაიზრდებოდა, არ ელოდნენ. დრო აღარ ეყოთ იმისთვის, რომ ჩვენი გადაპროგრამირება მოეხდინათ. შემქმნელმა სამყაროს მათემატიკურ ქმნადობაში ისეთი ცვლადობა შექმნა, რომ მუქებს ეგონათ, რომ მეტი დრო ექნებოდათ იმისთვის, რომ ადამიანი დაემორჩილებია, მაგრამ ამას უკვე ვეღარ აკეთებენ. ყველა იღვიძებს, სწრაფად მოხდა შემოვარდნა ენერგიის. აი ეს იგივე არის წერს რო ელოდები. ვთქვათ, მოვა 1 წელში და იცი რომ 1 წელი გაქვს დრო რომ მოემზადო და უცებ შემოვარდა მტერი და ხედავ რომ 1 წელი კი არა, 1 თვეც აღარ ყოფნის, რომ მოემზადო. აი ეს დაიმართათ მუქებს და მასონებს და ყველას დღეს. ესეთი სიურპრიზებით სავსე ბუკეტებს უგზავნის შემქმნელი მუქებს და ესეთი ბუკეტები კიდე გაიზრდება და გაიზრდება. მეც ერთ-ერთი შემქმნელის სიურპრიზ ბუკეტი ვარ მუქებისთვის. და ჩემნაირი ადამიანების სახით, სიურპრიზების სახით უგზავნის ესეთ მუქებს ბუკეტებს და კიდე უამრავი ბუკეტები მოგივათ ყველას. ჩემნაირებიც იმრავლებენ და მე ერთეული არ ვარ. ძალიან ბევრია. ჩემს გამოჩენასაც არავინ არ ელოდებოდა. არცა დარჩენდა, ოპ, უცებ გაჩნდა. როგორც შუმანის რეზონანსი. ესე გაჩნდება ხალხი, ჰოპ, ჰოპ, იქ ნიჭებით, ჰოპ, იქ ღვთიური იმით, ჰოპ,
ჰოპ-ჰოპები ელოდებათ მუქებს. მომავალში. ეხლა ალბათ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, ეს რა გადარეული არეშინია მუქების ან არეშინია საერთოდ რამეს არ მეშინია მეგობრებო საერთოდ არაფრის. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი იქ რა ხდება. მთელი ცხოვრება ასტრალში გავდივარ გაუცნობიერებლად. ზეპირად ვიცი რა ცუდი მდგომარეობა აქ დედამიწაზე გარდაცვალების საერთოდ არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი რა ხდება იქეთ მუქებთან. რაოდენ ტოტალური ცუდი მდგომარეობა, მოდი ლამაზად ვიტყვი და ეხლა რო ვიცი იქ რა ხდება, დედამიწისეული რაღაც წინაღობები არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი იქ რა ხდება. იქ რაც ხდება, დედამიწისეული წვალება ტანჯვა ზურგის მოკავებასავით არის. ამიტომ მე არ მეშინია დედამიწისეული სირთულეების. მე ვიცი სად უნდა წავიდე. ამიტომ შავი მაგების გასაგონად ვიტყვი რომ თქვენ კარგად გაიაზრეთ სად უნდა წახვიდეთ და რა არჩევანი უნდა გააკეთოთ. ეს კარები და ეს შემეცნება თქვენ რომ მოგეცათ, გონებით და აზრით გამოიყენეთ ეს შანსი, მიიღეთ ეს შანსი. ეხლა რაში მდგომარეობს ეს კარები უფალთან? ეხლა მოგიყვებით სამყაროს ფარული პროტოკოლის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს შავ მაგებს სატანისგან და ნებისმიერი კონტრაქტისგან და ეხმარება იმაში, რომ გადავიდეს ღვთის პორტალში. ნებისმიერ შავ მაგს შეუძლია განთავისუფლდეს ნებისმიერი მუქის კონტრაქტისგან. სამყაროს პროტოკოლში დევს, რომ ბოლო ჟამის პერიოდში თუ განსხეულებული მუქი იგივე შავი მაგი გადაწყვეტს გაწყვიტოს კონტრაქტი მუქთან, მან უნდა აქციოს ზურგი მუქს, ისე რომ მან უნდა იცოდეს რომ 100%-ით დაისჯება. აქ საუბარია თავგანწირვა სიცოცხლისთვის. მან უნდა აირჩიოს გაცნობიერებულად, უნდა მოიკრიფოს შიგნით ძალა, რაც ძალიან რთულია, როდესაც კონტრაქტი აქვს დადებული განსხეულებულ მუქს. მისთვის ძალიან რთულია ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს, ასევე მისთვის გაცნობიერებული იქნება ის ფაქტი, რომ დედამიწაზე მას მოუწევს გადახდა მუქისთვის, წვალების გავლა, ტკივილის გავლა, ყველაფერი ეს უნდა გაიაროს, რადგან მუქები ამას მოთხოვენ. ამის მიუხედავად, მან უნდა გადადგას ნაბიჯი შუქისკენ და ეს არის უდიდესი თავგანწირვა და ეს თავგანწირვის მომენტი იმდენად ძლიერი ფაქტორია, რომ ის შეძლებს გაწყვიტოს ნებისმიერი კონტრაქტი მუქთან. თუ მისი თავგანწირვა იქნება აბსოლუტური სიცოცხლისთვის და სიყვარულისთვის, შავი მაგი, რომელიც იმხელა ძალას გამოიჩენს საკუთარ თავში, რომ იცის, რომ მას მუქები მოთხოვენ, ამ ცოდნის მიუხედავად, რომ გადადგამს გაბედულ ნაწილს ძალას, მასში ბადებს ღვთიურ ენერგიას ეს აღვიძებს. ეხლა ვიღაცამ თქვას, რომ ხო არ მინდა მე ამდენი ტანჯვა გავიარო, ვიქნები მუქი და ვიარსებებ ესე. აქაც გაუცნობიერებელში იმყოფები მეგობარო. იმიტომ რომ როგორც კი კარები დაიხურება, როგორც კი საბოლოო კულმინაციას მიაღწევს დედამიწაზე შუქების, თქვენი ყველა კარებები დაიხურება. აღმოჩნდებით გამოკეტილი სეიფში სატანასთან და ყველა იმ ცხოველ, მხედს, დაუნდობელ არსებთან ერთად, რომლებიც იქნებიან დამშეულები. იცით როგორი სიტუაცია იქნება? არსებობს ესეთი მექანიზმი, კასრში ყრიან თაგვებს და ბოლოს ერთი რჩება და ეს ერთი თაგვი არის თაგვი ჭამია. ბოლოს ერთი ვინ დარჩება, ნათელია და მაგას აუხსნა. აი სწორედ ეს ელოდება ყველა მუქს, კარები როდესაც დაიხურება დედამიწასა და ყველა ბნელი არსის განზომილებას შორის. ეს კარები იკეტება ყველა პროფესიონალმა შავმა მაგმა იცის ეს და იქ რომ მოხდება შიგნით იქნება ერთმანეთის შეჭმა განადგურება. და ეხლა ერთი კითხვა უნდა დასვათ, საბოლოოდ ვინ დარჩება? საბოლოოდ დარჩება ისევ სატანა, რომელიც გადავა ანაბიოდურ მდგომარეობაში, სტაზისურ მდგომარეობაში გადავა. სანამ რომელიმე სიცოცხლის ენერგიას კვლავ არ წააწყდება, როგორც დედამიწას წააწყდა კოსმოსის ჯიბეში, მოდი ესე ვიტყვი. თქვენი აზრით სატანა რა ციკლებს გადის, როდესაც სიცოცხლეს აღმოაჩენს ხოლმე გალაქტიკაში. ანაბიოზურ მდგომარეობაში იმყოფება, შემდეგ იქ იწყებს გამრავლებას თავისი პროგრამების, ამ ყველა დემონების და მერე ისევ იკეტება კარები, ისევ შიგნით ჭამს თავის განამრავლება არსებს, მერე ისევ ანაბიოზურ მდგომარეობაშია, მერე ისევ რაღაც ახალ სიცოცხლეს წააწყდება გალაქტიკაში და ისევ იღვიძებს. ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ, ეხა იკეტება კარები და თქვენ იქ აღმოჩნდებით. ამიტომ იქ რო არ აღმოჩნდეთ, გირჩევნიათ აქ გაიაროთ, გარკვეული სირთულეები გადალახოთ, იმ ექვივალენტში რაც დააშავეთ.
რომ გადახვიდეთ ღვთის პორტალში და საბოლოოდ არ დაინთქათ ამის თქვა მინდა. შესაბამისად, შაუ მაქს მოუწევს იმ ყველაფრის უკუქმება ნათელში, რაც ხოვრებითაც იცხოვრა მუქში. რა მუქი მოქმედებებიც აკეთა, იმის ექვივალენტში მოუწევს უკუქმების მოქმედება ნათელში. ამიტომ გისურვებთ ნათელ გადაწყვეტილებებს, კარგად გაიაზრეთ ყველაფერი, ასევე რაც მნიშვნელოვანი არის ლოცვა, რომელიც მოვიდა სამყაროდან თქვენთვის, იმისთვის რომ ღვთისკარები გააღოთ, მითითებული იქნება ვიდეოს ქვემოთ ანოტაციაში და გისურვებთ წარმატებებს ნათელში, გისურვებთ წარმატებებს უფალთან, ვისაც ეს სურს. უფალის კარი თქვენთვის ღია, ეს იცოდეთ.